გამარჯობა, BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანტია. ყველას დავუძახებთ, ყველას დავუსვამთ კითხვებს და ყველამ უნდა გაგვცეს პასუხი. ქართული ოცნების მთავრობის პრემიერმა სადისტრიბუციო კომპანიების და საცალო ქსელების მფლობელები დღეს ფაქტობრივად გააფრთხილა, რომ მოუწევთ სუსში მისვლა და პასუხების გაცემა. რატომ არის სასურსათო პროდუქტებზე ჯამური ფასნამატი 86% საქართველოს საზღვრიდან დახლამდე? სადაც არის ფასების შემცირების რესურსი, იმედი მაქვს შემცირებას მივაღწევთ, თქვა ირაკლი კობახიძე. დღეს გავიგეთ ისიც, რომ სურსათის ფასებზე კვლევის ავტორი მარიამ ქრუიშვილის უწყებაა, მაგრამ როგორ მიიღეს 86%-იანი ფასნამატი საზღვრიდან დახლამდე, ამის სტრუქტურა არც დღეს ჩაუშლია ირაკლი კობახიძეს. მოკლედ მოვისმინოთ, რა თქვა დღეს ოცნების პრემიერმა. ჩვენ თქვით, რომ დისტრიბუტორებს შორის და ქსელურ მარკეტებს შორის შეიძლება არსებობდეს კარტელური გარიგებები. ეს კარტელური გარიგება შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაული თეორიულად, შეიძლება არც იყოს. ამიტომ წინ გავუსწრებთ მოვლენებს, თავარია დავადგინოთ. რატომ ახსენეთ ესე იგი რაღაცა ფასნამატის, ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ თქვით, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კარტელურ გარიგებებს, ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობ. დანარჩენ შეისწავლიან შესაბამისი რასაფუძვლით ამერიკის შეერთებული რასაფუძვლით ეჭვი ჩდება იმის გამო, რომ არის ჭარბი ფასნამატი. როცა ბიზნესს ხვდებოდით დახურულ ფორმატში, ქონიათ ხოლმე ოდესმე ამაზე საუბარი? ბიზნესთან ჩვენ ამაზე არ გვისაუბრია, მე ვთხოვე ცოტა ხნის წინ ეკონომიკის სამინისტროს მოემზადებინა დეტალური შეფასება, მათ მოამზადეს დეტალური შეფასება და სწორედ ამ შეფასებას ეყრდნობა ის განაცხადი, რომელიც ჩვენ გავაკეთებთ ფასებთან დაკავშირებით. დღეღი არის 18% და ფასნამატი არის 86%. თან ერთი რამეა გასათვალისწინებელი, რომ დღეღი ბიუჯეტიდან საბოლოო ჯამში ისევ ხალხს ხმარდება განსხვავებით იმ ფასნამატისგან, რომელსაც ადებენ დისტრიბუტორები და შესაბამისი სუპერმარკეტების ქსელები. ეს უნდა იყოს გათვალისწინებული, ხო 86%-იანი ფასნამატის პირობებში რო საუბრობენ 18%-იან დღეზე, ეს რა თქმა უნდა ღიმილის მომგვრელია. ირაკლი კობახიძის კომენტარიდან ჩანს, რომ მთავრობა ევროპულ და ქართულ ფასებს კი ადარებს ერთმანეთს, მაგრამ რატომღაც სურსათზე დღეგეს ევროპული განაკეცვის შემოღება არ უნდა, რადგან შედეგად ბიუჯეტში ნაკლები თანხა შევა გადასახადების სახით. ღიმილის მომგვრელია თუ მნიშვნელოვნად დაეხმარება სურსათზე ფასის შემცირებას, დღეგეს შემცირება და როგორია ევროპული პრაქტიკა ამ და სხვა სურსათის ფასებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის იმაზე, რამდენად ხარბია ბიზნესი და სინამდვილეში ევროპულთან შედარებით, რამდენად მაღალი წმინდა მოგების საშუალო მარჟა აქვთ ქართულ სუპერმარკეტებს. ვიმსჯელებთ რიტეილ ექსპერტ მირანდა მანჯგალაძესთან ერთად, რომელიც რამდენიმე წუთში შემოგვიერთდება სტუდიაში. იქამდე კი კიდევ ერთი ინფოგრაფიკი მინდა გაჩვენოთ, რა არის ქართული სუპერმარკეტების წმინდა მოგების საშუალო მარჟა სინამდვილეში და რა არ გვითხრა ბოლო 2 დღის განმავლობაში ირაკლი კობახიძე. BMG-ის ანალიტიკოსმა მაშოთა ტყეშელაშვილმა იმ კომპანიების მაჩვენებლებს მოუყარა თავი, რომელთაც ფინანსური ანგარიშგება გამოქვეყნებული აქვთ და მოგიყვებით რა სურათი მივიღეთ. ირაკლი კობახიძემ გვითხრა, რომ საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7,8 და 14%-იც კი არისო. ევროპაში კი საშუალო წმინდა მოგების მარჟა 2%-იაო. აქ საკვანძო სიტყვაა საშუალო და გეტყვით რატომ? რადგან ამით ისე წარმოაჩინა მან, რომ ჩვენთან ბევრად მაღალ მარჟაზე მუშაობენ საცალო ქსელები, ანუ სუპერმარკეტები, ვიდრე ევროპაში, მაგრამ ჩვენი ანალიტიკოსის დათვლით ძირითადი ქართული საცალო ქსელების საშუალო მოგების მარჟა 2023-2024 წლებში 1,9%-დან 2%-მდე ფარგლებში იყო, ანუ ევროპულთან შეიძლება ითქვას, რომ ახლოს. არაფერს ვამტკიცებთ, მათ შორის არც ის გონია, რომ ბიზნესი ანგელოზია, უბრალოდ რადგან ირაკლი კობახიძე მარიამ ქრუიშვილის სამინისტროში მომზადებულ კვლევას ეყრდნობა, როგორც გავიგეთ, ეს კვლევა კი საჯარო არაა, ვცდილობთ გამოვიცნოთ, საიდან მოიტანეს ესა თუ ის რიცხვი და პროცენტი. იმედია განტოლების ამოხსნაში რიტეილ ექსპერტიც დაგვეხმარება, ან დავსვამთ კიდევ უფრო კომპეტენტურ კითხვებს, მაგრამ ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ირაკლი კობახიძემდე საქართველოში სურსათის ფასები ეძვირა მის წინამორბედსაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს პროდუქტი, ჩემი დავალებით ეკონომიკის სამინისტრო მოამზადებს შესაბამის კანონპროექტს, ამბობდა პრემიერ-მინისტრი დღეს უკვე ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილი 2023 წლის თებერვალში. მაშინ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ეკონომიკური ბლოკის სამინისტროები, ასევე კონკურენციის სააგენტო და სექტორის წარმომადგენლები შედიოდნენ და სურსათზე ფასნამატის რეგულირების მიზნით ეკონომიკის სამინისტროში
ევროდირექტივის შესაბამისად ასე ამბობდნენ მაშინ უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის აღმოფხვრვის შესახებ კანონპროექტიც დაიწერა, რომლის ასლი ახლა ხელში მიჭირავს და შემიძლია გაჩვენოთ ამ კანონპროექტის პირველივე მუხლში ეწერა, რომ მისი მიზანია სავაჭრო ობიექტის მიმწოდებელსა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე საცალო მოვაჭრეს შორის უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის აღმოფხვრვა, მათ შორის ინტერესთა ბალანსის დაცვა. თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის დავალებიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ, როცა მოვიკითხეთ, რატომ შემოიდო თაროზე ეს კანონპროექტი, ლევან დავითაშვილმა, მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა გვიპასუხა, რომ მთავრობას სურსათის ფასების რეგულირების კანონის მიღება აქტუალურად აღარ მიაჩნდა, თან ინფლაცია დაბლა წამოვიდა და ასევე შევხვდით იმპორტიორებს, დისტრიბუტორებს, საცალო მოვაჭრეებს და თავადაც გაითვალისწინეს რეკომენდაციებიო. იმ პერიოდში აქტიურად გვახსოვს ფასდაკლებები სხვათა შორის სუპერმარკეტებში. ასე შემოიდო ეკონომიკის სამინისტროში რომელიღაც თაროზე ეს კანონპროექტი, რომელსაც სურსათის ბაზარზე არსებული ფასები უნდა დაერეგულირებინა. მარიამ ქრიშვილის უწყებას უკვე ვკითხეთ, ხომ არ განახლდება ამ დოკუმენტის დამუშავება, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ვფიქრობ, ამ კანონპროექტის მაგალითიც კარგად ჩანს, რომ მთავრობებს მხოლოდ ხანძრის დროებითი ჩაგრობა აინტერესებთ პერიოდულად, ვიდრე პრობლემის სისტემურად გადაჭრა, თორემ ალბათ რთულია მოიძებნოს ამ ქვეყანაში მოქალაქე, რომლის ჯიბესაც არ აწვება ძვირი სურსათი. ასე იყო 2023 წელს, 2024-შიც და წელსაც. სწორედ ამიტომაც ჩნდება სამართლიანი კითხვა. ვინ იქნება ამჟამად განტევების ვაცი? მხოლოდ ბიზნესი? თუ შეიძლება პასუხი მოსთხოვა მთავრობის ყოფილ წევრებსაც, ან კიდევ კონკურენციის სააგენტოს თუ ბაზარზე კარტელურ შეთანხმებას ჰქონდა ადგილი და ეს ვერ დაინახა ირაკლი ლექვინაძის გუნდმა. მოკლედ კითხვა ბევრია. ნახოთ, რას დაადგენს სუსის გამოძიება და ბოლოს მართალია მთავრობა მაღალი ეკონომიკური ზრდით და საშუალო ხელფასის 2300 ლარამდე გაზრდით იწოდებს თავს ხშირად, მაგრამ ეს ყველაფერი მოქალაქეებზე თანაბრად არ ნაწილდება. საქსტატის თანახმად შარშან მედიანური ხელფასი 1322 ლარი იყო. რას ნიშნავს მედიანური ხელფასი? მედიანური დაანგარიშების დროს ყველაზე მაღალი ხელფასის და დაბალი ხელფასის მქონე პირები გამოირიცხება და რჩება შუა, საშუალო ფენა, შეიძლება ასეც ვთქვათ მარტივად, რომელთაც 1300 ლარამდე აქვთ შემოსავალი თვეში. ეს არის ალბათ მთავარი პრობლემაც. დაბალი ხელფასების გამო გვაწუხებს ფასებიც, რადგან არ გვყოფნის ფული. ამასობაში ვითელი ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე შემოგვიერთდა სტუდიაში. საღამოშთების მირანდა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მოკლედ ყველაფერთან ხვდებით, რომ საქართველოში ძვირია ცხოვრება და პირველ რიგში გულისხმობთ სურსათის ფასებს, რადგან უმრავლესობას მოქალაქეების ალბათ თავისი შემოსავალი დასვენება გართობაში მაინც არ ყოფნის. ალბათ იმაშიც თანხმდებით, რომ ბიზნესმენობა არ არის ქველმოქმედება, მაგრამ ვიდრე იმაზე ვისაუბრებთ, რამდენად ხარბია ქართული ბიზნესი, მინდა მოქალაქეებს ავუხსნათ თავად სახელმწიფოს ხელში რა ბერკეტებია, რაც ფასების შემცირებას დაეხმარებოდა სურსათზე. ჩვენ ახლა ერთად ვისმენდით ირაკლი კობახიძის კომენტარს, მან ერთგვარად ღიმილის მომგვრელი უწოდა კითხვების დასმას, მათ შორის იმაზე, ხომ არ იგეგმება სურსათზე დღეგის შემცირება, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებშია. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ საღამომშვიდობის მივესალმები თქვენს მაყურებელს. ყოველთვის მიხარია თქვენთან მოსვლა, იმიტომ რომ აქ არასდროს არ იგრძნობა ის დატვირთვა და უშუალოდ ის პოლიტიკური რაღაცა წნეხი, ყოველთვის ობიექტურად, ბიზნესურად და ამიტომაც ვარ ამ სტუდიაში, რომ ბიზნესურად, ესე რომ ვთქვათ, განვიხილავთ ყველა საკითხს. პირველ რიგში ძალიან დოდიშის მოხდით, მინდა რომ 25 დეკემბერია შობა, ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი დღევანდელ დღეს შობის დღესასწაულად აღნიშნავს. მე რაც უფრო ბევრჯერ აღნიშნავ ამ დღესასწაულს, მით უფრო ბედნიერი ვიქნები და მინდა რომ ვინც დღეს აღნიშნავს, აუცილებლად მიულოცოთ და, რა ვიცი, მშვიდობა და სული სიმშვიდე მოეტანოს ჩვენს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში. რაც შეეხება ახლა ამ თემას და სახელმწიფოს რა შეუძლია გააკეთოს და ასე შემდეგ. ხაზგასმით აუცილებლად ყველა პუნქტს მივყვეთ დეტალურად და სანამ ამას გავაკეთებ, მინდა უბრალოდ ხაზგასმა გავაკეთო ერთი რამ, იმის რომ მე არ მივეკუთვნები არც რიტეილი სექტორს ამ ეტაპზე, არც მთავრობას ბუნებრივია, ვარ უბრალოდ ექსპერტად წოდებული, იმიტომ რომ ბევრი მიმუშავია ამ საკითხს და ბევრიც მიშრომია და შესაბამისად სამზარეულოც კარგად ვიცი, სამზარეულოც კარგად ვიცი, ნამდვილად ვიცი მაღაზია როგორ ოპერირებს, ვიცი კომერციული დეპარტამენტი როგორ ოპერირებს, რა გადაწყვეტილებები ხდება და შესაბამისად ვაძლევ თავს უფლებას, რომ ეს ცოდნა გამოვიყენო იმისთვის, რომ პასუხისმგებლობით მოვეკიდო ჩემს ტიტულს და შესაბამისად საზოგადოებას დაბალანსებული და მისთვის გასაგებ ენაზე ავუხსნათ ის ყველაფერი, რაც პრემიერმა სულ რაც 2-3 წუთიან ვიდეო მიმართვაში გააკეთა, ხო? ანუ ეს რომ ვთქვათ, რომ არც ერთ მხარეს არ მივეკუთვნები და მინდა რომ აი აბსოლუტურად
აბსოლუტურად ობიექტურად შევაფასო მან რა სურსათის მიაწოდა გაიაფების რა ბერკეტი აქვს სახელმწიფოს. კი ბატონო, დავიწყოთ მაგ შეკითხვაზე პასუხის გაცემით. ჩვენ ვართ იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა, ამას ვაღიარებთ, იმიტომ რომ იმპორტზე ვართ დამოკიდებული. შესაბამისად ეს წარმოშობს კიდევ ერთ დამატებით პრობლემას, რომელიც არის კურსთა შორის სხვაობა და შესაბამისად იმპორტიულ პროდუქტებზე ყოველთვის არის ფასი ცვალებადი. შესაბამისად, რატომ გვაქვს ეს რეალურად ჩვენ მაღალი ფასის პროდუქტები, ხო? გამომდინარეობს იქიდან, რომ იმპორტ დამოკიდებული ხარ, შესაბამისად, კურსის ცვალებადობა, ეს დოლარზე ხარ დამოკიდებული, შესაბამისად, სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს ეს ეროვნული ბანკის სახელმწიფოს აღმასრულებელი საკანონმდებლო ორგანოების შეთანხმებული პოლიტიკის, მონეტარული თუ ფისკალური თუ ასე შემდეგ, პოლიტიკების დაგემარება იმის შესახებ, რომ ეს ჩვენი მყარი კურსი იყოს იქიდან გამომდინარე, რომ მათ შეძლონ უფრო მეტი პროდუქტის შესყიდვა უცხოეთში და შესაბამისად ამით დარეგულირდეს ფასი ჩვენს ქვეყანაშიც, ხო? ეს ერთი გზა. მეორე გზა ეხა კი გაეღიმა ჩვენს პრემიერს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არ მგონია, რომ საუკეთესო პრაქტიკა არ უნდა გავიმეოროთ, განსაკუთრებით იმ ქვეყნების, რომელიც მოსახლეობის დონით, კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობით და ასე შემდეგ რაღაცით გვაქვს. ეხა საფრანგეთი როცა ახსენა და მოიყვანა მაგალითში, ცოტა საფრანგეთი და საქართველო ბაზრის სიდიდიდან გამომდინარეც არ შეიძლება ერთმანეთს შევადაროთ, ამას ღირებულებათა ჯაჭვში აუხსნი, მაგრამ დაუშვათ შევდარდეთ პოლონეთს პირობითად ვამბობ, ხო? პოსტსაბჭოური ქვეყანა პოლონეთიც ეხლა დგას ფეხზე, არის ევროკავშირის წევრი, შესაბამისად გაატარა ბევრი, ესე რომ ვთქვა, წინ გადადგმული ნაბიჯი და შესაბამისად მოდი ის მაგალითი გადმოვიღოთ, ხო? ნახეთ რა მოხდა პოლონეთში კოვიდის შემდეგ, როდესაც ინფლაცია როგორ შეინიშნება, ხო? გაძვირებული ფასებით, ანუ მომატებული ფასები, ეს არის ინფლაცია, ხო? ანუ პოლონეთის მთავრობამ გააკეთა ის, რომ დიფერენცია გააკეთა საკვე პროდუქტებზე. ნახეთ, ჩვენ ახლა როცა პრემიერი გვიდარებს ევროპის პროდუქტებს, რომ კი გვაწუხებს, რა თქმა უნდა, ევროპაში კოკა-კოლა პირობითად ან ზეთი მილანა რო ღირს 1 ევრო და ჩვენთან 22 ლარი გვაწუხებს, მაგრამ ამ 22 ლარიან ზეთს რეალურად მოსახლეობის დიდი რაოდენობა ვერ ყიდულობს. მოდი ამასაც შევთანხმდეთ, ხო? ამათ ბრუნვას, მთლიან ბრუნვაში ძალიან მცირე როლი უჭირავს, მცირე წილი უჭირავს უბრალოდ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ კალათაზე, რომელიც არის სამოხმარებლო კალათა, რომელიც შედგება ძირითადი სამოხმარებლო პროდუქტებისგან და რომელიც ძირითად მასას ეხება, ხო? შესაბამისად, ამ კალათაში თუ ჩავიხედავთ, პოლონეთმა რა გააკეთა? გააკეთა ის, რომ პირობითად ნახეთ, თუ იყო 7% DGG, რაც ჩვენთან 18%-ია შესაძარისად, უთხრა რომ კარაგზე არ დაგტვირთავთ DGG-ი, შესაბამისად 7%-ის ნაცვლად გაქვს 0% და საფასარზე პირდაპირ გამოიტანა და უთხრა მომხმარებელს, ანუ მომხმარებელს ელაპარაკება თაროდან და ეუბნება, რომ 7% რო იყო DGG, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტში გადადიოდა 7%, შენი ფასი იყო 7 ლარი. მაგრამ როდესაც მე 0 გავხადე, იმიტომ რომ მე ვზრუნავ შენზე 0%-ის შემთხვევაში ხარჯი შემცირდა და შესაბამისად, იმიტომ კი არა, რომ ხარმა ბიზნესმა დაგიკლო და გაგიკეთა შეღავათი, მე სახელმწიფო მავიღე პასუხისმგებლობა, რომ ძირითად კალათაში შემავალი პროდუქცია იყოს დაბალფასიანი, ყველამ შეძლოს მისი შესყიდვა და შესაბამისად ეხლა არის 5 ლარი და უშუალოდ 7 ლარის ნაცვლად. ნუ პოლონეთში ლარი არ არის, მაგრამ გასაგებად რო ვთქვა, ხო, ანალოგი მაგალითები მოვიყვანო და ეს მაგალითები პროდუქტებზე DGG დიფერენცირებული. ნახეთ ეხლა ჩვენ გვესმის, ხო, რომ ბიუჯეტია DGG-სგან და ამ გადასახადებისგან შედგება და შესაბამისად არსებითად საჭიროა და თვალნათლად რომ გითხრათ, ეს ბიუჯეტი ჩვენ ყველას უნდა გვხმარდებოდეს და ეს სკოლიდანვე უნდა ისწავლებოდეს, რომ ეს არის ჩვენი თანხა, რომელსაც განკარგავს დროებით ეს სახელმწიფო, ხო, მთავრობა. სხვა თემებზეც რო გადავიდეთ, DGG-ს შემცირება ან დიფერენცირებული DGG-ს შემოღება სურსათზე იქნებოდა თუ არა გარკვეულწილად შეღავათი სურსათის გაიაფებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ხო ეს ვისაუბრეთ. ირაკლი კობახიძის არგუმენტი იყო 86%-იან ფასნამატში რა 18%-ზე გვესაუბრებითო და ახლავე ხო, 86-ში 18% ნამდვილად მცირეა, მაგრამ 86% საიდან მოვიდა ეს კითხვა დავსვათ და მაგასაც მიუბრუნდეთ როგორ გაითვალა თვითღირებულებიდან და უშუალოდ ფასნამატის საკითხი, ხო? ჩვენ ვეცადეთ სამწუხაროდ ვცდილობთ რაღაცა რიცხვები გვაქვს, პროცენტები გვაქვს და გავიგოთ საიდან მოდის ეს ყველაფერი, მაგრამ ბევრი ვერაფერი ვერ გავიგეთ, იმიტომ რომ კვლევა არაა საჯარო. არადა დაიწერა თურმე ეკონომიკის სამინისტროში. თქვენ თუ რაღაცა ეჭვები მაინც თუ გაქვთ, საიდან გაჩნდა ეს ღირებულებათა ფასნამატში საბოლოოდ 86% ან რა მონაცემები გჭირდებათ რომ გაიგოთ ეს? რამდენად რეალისტურია ასეთი ფასნამატი, იმიტომ რომ აშკარად ძალიან მაღალია და მართლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რა სიხარბეა, ხო, თუნდაც ბიზნესის მხრიდან. კი ბატონო. ანუ მაგას ვამბობ, ნახეთ, ნეიტრალური მხარე რო შევინარჩუნოთ თქვენს და მე, ჩვენ გვაინტერესებს 86% საიდან მოვიდა ფასნამატი, ხო, რომელსაც პრემიერი ცალსახად უსვავს ხალხს და ამბობს, რომ 86%-ია
თან ამბობს, რომ საზღვრიდან დახლამდე 86% ფასნამატი. ხა ფასნამატის ფორმულას რომ მიუბრუნდეთ, ყველაფერი მათემატიკური და სიზუსტით რო გავიაროთ, ეს არის გასაყიდფას გამოკლებული თვითღირებულება, გაყოფილი თვითღირებულებას. ეხლა მივიდეთ თვითღირებულებასთან, იმიტომ რომ აქ ორი მომენტი ფიგურირებს. ერთი უნდა იყოს გასაყიდი ფასი, მეორე უნდა იყოს თვითღირებულება. რა შედის თვითღირებულებაში? თვითღირებულებაში ძალიან ბევრი ხარჯი შედის ერთ units-ზე, ანუ ერთ წილ პროდუქტზე. შესაბამისად, საიდან დავითვალეთ თვითღირებულება თუნდაც საფრანგეთში, რომ დავითვალეთ ფასნამატი რა იყო და მე სასაშუალოდ 86%, რასაც საქართველოში ვამბობ, როგორ დავითვალეთ ეს თვითღირებულება. ამიტომ ვეუბნებით ჩვენს პრემიერს, რომელიც პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე, როდესაც გამყარებულად ის ციფრებით манипуლირებს, ესე დავარქმევ და საზოგადოებას შეყავს ცდომილებაში, ვიტყვი, სანამ ვერიფიკაცია არ იქნება, სანამ წყაროები არ იქნება მითითებული, სანამ მეთოდოლოგია არ იქნება გაშიფრული, საიდან მოდის 86, 7, 8, 14%, ხო, რომელიც საშუალოდ დაუშვათ ევროპაშია და ბენჩმარკინგი შესაძარისად გამოყენებული აქვს ინდუსტრიის ევროპის საშუალო, რომელიც ძალიან მცირეა და მეტად აღემატება ქართული წმინდა მოგების მარჟა, ხო? ამიტომ ჩვენ ამ კითხვებს ვსვამთ, ანუ საიდან 86%? სალსახად ინდუსტრიას თუ შევადარებთ, ინდუსტრიაში გულისხმობ სოფლიო ინდუსტრიის მაჩვენებლებს, არა მხოლოდ საქართველოს, ზოგადად საცალო ბიზნესი თელარა არ არის მაღალმარჟიანი ბიზნესი. ეს არის მოცულობის ბიზნესი. რატომ აქვია ამას მოცულობის ბიზნესი? ნახეთ, იმიტომ რომ პროდუქტი ძალიან სწრაფად ვრუნავს. პური, ზეთი, რძე, ანუ ხო ამას არც ვადა აქვს მაღალი და შესაბამისად ესენი მაღალმარჟიანი პროდუქტები არ არის. ამიტომ როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ 14%-ია 86% ფასნამატი 86%, მე ვფიქრობ და ვარაუდობ, რომ შესაძლებელია შეცდომა იყოს დაშვებული, რომ ბრუნვის ნაწილი და უშუალოდ აღებული აქვს დეღიგიანი და შესაბამისად რაღაცნაირად თვითღირებულება გამოყვანილია უფრო მაღალი და აქედან გამომდინარე 86%-ში რაღაცა შეცდომაა დაშვებული, მაგრამ სინამდვილეში ღირებულებათა ჯაჭვი ნახე, აი მარტივად რო გავშიფროთ. დაუშვათ არის მწარმოებელი, ხო? მწარმოებელს უჯდება ამ ტელეფონის დაუშვათ წარმოება 5 ლარი. მოგება ხო უნდა ნახოს მწარმოებელმა, ხო? შესაბამისად, თქვათ სიმარტივისთვის ლარს ამატებს. ანუ გასაყიდი ფასი ამ ტელეფონის არის 6 ლარი. მოვიდა დისტრიბუტორთან, უბრალოდ დისტრიბუტორი მივიდა მწარმოებელთან და უთხრა, რომ მწარმოებელმა 6 ლარად მოკიდი ამ ტელეფონს. იყიდა დისტრიბუტორმა 6 ლარად, თავისი ხარჯები ხო აქვს დისტრიბუტორს, ტრანსპორტირება, ლოგისტიკა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი თვითღირებულებაა, ხო? შეიტანა 1 ლარი დაამატა, გახდა 6 ლარად ხო გაყიდა, 1 ლარი დაუმატა, გახდა 7 ლარი თვითღირებულებიანად ამ ერთეულის ფასი. 7 ლარიდან 1 ლარი ხო უნდა დარჩა სიმარტივისთვის მოგება. ეს გახდა 8 ლარი, ხო? წამოვიდა ეს დისტრიბუტორი და ნახე სარიტეილო ფასი უკვე არის 8 ლარი, რომელსაც თავაზობს რიტეილს. ეხლა ნახეთ, რიტეილში დახვდა უფრო მეტი საოპერაციო ხარჯი. რატომ? იმიტომ რომ მომხმარებელს აწვდის და საოპერაციო ხარჯი განსხვავებით მწარმოებლისა პირობითად გეუბნები და დისტრიბუციის ამღირებულებათა ჯაჭვი აქ უფრო მეტია. ამას მე იმიტომ კი არ ვამბობ, რომ რაღაც რიტეილერები წარმოვაჩინო, რომ უფრო საწოდაობები არიან. შეიძლება ხა მაყურებელმა იფიქროს, რომ ანუ რას ამბობთ ახლა, რომ გასაგებია, რომ ასე ამდენი უნდა ღირდეს საქართველოში. არა, მაგი არ არის გასაგები, უბრალოდ ნახეთ საით მივდივარ, რომ აი 86% კარგად გაიგოთ, რომ ძალიან მაღალი ციფრია. ხო, რომ მაღალი ციფრია. შემდეგ ანუ დისტრიბუცია მიაწოდა პირობითად ვამბობ, რა გამოვიდა 6 ლარი პირობითად 8 ლარი რიტეილმა 3 ლარი. ეს არის მაცივრები, კომუნალური იჯარა, ხელფასი, ანუ ეს თქვათ 3 ლარი, ლარი კი არა, 3 ლარი გახდა ეს. სიმარტივისთვის ღებულობ ამ ციფრას უნებრივია. გახდა 3 ლარი, 11 ლარია თვითღირებულება, ხო? 11 ლარიდან თქვათ ლარი იპოვა ისევ რიტეილერმა და 12 ლარი არის ამის, ესე რომ ვთქვათ, ფასი, ხო? ამ 12 ლარს ემატება უკვე 18%, რომელსაც ვინ იხდის? მეგობრებო, ჩვენ როცა ვყიდულობთ პროდუქციას, ჩვენ თითოეულ ტრანზაქციაზე ვიხდით DGG-ს და ეს DGG არ მიეკუთვნება არც რიტეილერს, არც დისტრიბუტორს, არც ერთ ბიზნეს სუბიექტს, ეს არის გამონაკლისი, რომელიც მიდის ბიუჯეტში. შესაბამისად, ნახეთ, ის 18 ლარი 18% უკვე 2 ლარი პირობითად და ნახე 5 ლარიანი პროდუქტი საბოლოო ჯამში გადის 16 ლარზე. ეხლა აი ფასნამატი 86 დიდია, ხო? იგივენაირად შეიძლება თქვას 5-დან 16-მდე ვაიმე რამდენი ფასნამატია, მაგრამ ეს ფასნამატია რეალურად 6 ლარი ხარჯია. 3 ლარი მოგება, ლარი და ლარი და 2 ლარი. მე ვფიქრობ 86% იმდენად მაღალი ამ ინდუსტრიაში რომ ფასნამატი იყოს, რომ ვფიქრობ სადღაც დაშვებულია, რომ ხარჯის თვითღირებულების ნაწილი მითვლილია ამ ფასნამატში. ეკონომიკის სამინისტროს იქნებ საჯარო გახდეს ეს კვლევა. მე მივესალმები, როდესაც ბრალდებები ისმის და შეიძლება აქვს საფუძველი კიდეც რომ რაღაც კარტელურ გარიგებას ხომ არ აქვს ადგილი ან მართლა ასე ძალიან ხარბი ხო არ არის ქართული ბიზნესი ალბათ კარგი იქნება კვლევის ავტორებმა დამკვეთებმა გასაჯარონ ეს კვლევა და ყველამ წავიკითხოთ მე ვახსენე დასაწყისში უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის აღმოფხრის შესახებ კანონპროექტი 2023 წელს
ეს კანონპროექტი თაროზე შემოდეს, სადღაც ეკონომიკის სამინისტროში ინახება ალბათ. აი თავის დროზე რომ მსვლელობა გქონოდა, მაშინაც ხო ამაზე იყო საუბარი, რომ დისტრიბუტორებს, ქსელებს შორის, მწარმოებლებს შორის ეს სამართლიანი თამაშის წესები ყოფილიყო, რომ ჩვენ ძალიან ძვირი არ გადაგვეხადა სასურსათო პროდუქტებში. რატომ გაჩერდა? ფლობთ რამე ინფორმაციას? ან რაღაც რომ იდგომოდნენ თავიდანვე დღეს შეიძლებოდა რომ ამ პრობლემებზე არ გვესაუბრა იქნება ამ კანონპროექტს მოეგვარებინა ეს ძვირი სურსათის პრობლემა? არა მგონია, ნახეთ ეხლა ერთმე კარგ დეტალს ვახსენებ. არა, 2023-ში მე ამ განხილვებზე თქვენთან ძალიან ხშირად ვარ დამყოფი და ეხლაც იგივე პოზიცია შევინარჩუნებ და გავიხსნებ იმ ნიუანსებს, რაც ამ კანონპროექტს ახლდა თან. ეს იყო ევროდირექტივის მაგალითზე გადმოტანილი ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად ევროდირექტივაში იყო მეწარმეებზე, ადგილობრივი მეწარმეების დასაცავად, ეს ძირითადად ადგილობრივი მეწარმეების დასაცავად, რომელიც განსაზღვრული იყო ევროდირექტივაში ბრუნვიდან გამომდინარე. ჩვენთან ცოტა დამახინჯებული ფორმით იქნა მისი ადაპტირებული ვერსია, სადაც არ იყო ეს გამონაკლისი, როგორც დაუშვათ დაცვა მცირე და საშუალო ბიზნესების. დიახ. და მაშინაც ამას ვამბობდი, რომ თუ ეს მოხდება და ამ კანონს მივიღებთ, იმიტომ რომ მცირე საშუალო მეწარმეებს, ადგილობრივ მეწარმეებს ჰქონდეთ დროული ჩარიცხვა, თუმცა დროული ჩარიცხვა ამ კატეგორიის მწარმოებლებს დღესაც ხილბოსტანია თუ ასე შემდეგ ლიკვიდურობიდან გამომდინარე ორკვირიანი, სამკვირიანი გეფია მიწოდებასა და ჩარიცხვა შორის. ეხლა მაშინაც არ იყო დიდი პერიოდი, არც ეხლა მგონია რომ დიდი პერიოდი იყო. თუმცა ნაწილში ნაკლებად აქ იყო ნახეთ, გეტყვით ახლა რა იყო რომ მაყურებელსაც და თქვენთანაც ან ობიექტურად მოვიტანო. აქ იყო ის ხარჯები, რასაც პრემიერი ახსენებს, cashback-ის შესვლის გადასახადი და ასე შემდეგ თვითონაც ახსენებს, ხო? შესაბამისად, აი ეს ხარჯები თუ მწარმოებელს და მიმწოდებელს აქვს, ბუნებრივია ეს ხარჯის სტრუქტურას გაუზრდის და საბოლოო ჯამში ფასი მაღალი ექნება გადასახდელი მომხმარებელს, ხო? რა თქმა უნდა, ეს ფასს ზრდის. მაგრამ აი ეს კანონპროექტი, რაცაც თქვენ კითხვა დამისვით, რომ შესვლა თუ არა ჩვენს დღევანდელ რეალობაზე უფრო ნაკლები ფასები გვექნებოდა თუ არა, ნაკლებად, იმიტომ რომ ეს კანონპროექტი თავისივე ჩანასახში როგორც იყო, ეს იყო მცირე საშუალო მეწარმეების დასაცავად და შესაბამისად ეს ვერ განხორციელდა ამ კუთხით და ამიტომ ალბათ შემოიდო თაროზე. თუმცა რაც შეეხება cashback შესვლის გადასახადს და ასე შემდეგ. ვისაუბრეთ პირველ ნაწილში სახელმწიფოს რა შეუძლია გააკეთოს იმისთვის, რომ უფრო იაფად შევიძინოთ სურსათი. ბიზნესს რა შეუძლია და აი ძალიან მოკლედ, მაგრამ თან გასაგებად რომ ავხსნათ, რისგან შედგება ეს გზა საბაჟოდან დახლამდე და რა რგოლები, რა ხარჯები შეიძლება ამოვარდეს, ან ოპტიმიზაციის შედეგად, ან ისევ რაღაც რეგულაციების გამარტივებით, რომ ბიზნესაც ხარჯი შეუმცირდეს და შესაბამისად საბოლოო დახლის ფასზე აისახოს ბიზნესი არის ცოცხალი ორგანიზმი თელა რა, აი მუდმივად ის არის ოპტიმიზაციაზე მორგებული, ისე ოპტიმიზაციაზე რომ ხარისხი არ გაბუჭდეს. ნახეთ დღევანდელ რეალობაში რა მაგრამ მოგებაც კონდეს რაც შეიძლება მეტია. ფილანთროპული ორგანიზაცია ბიზნესი არ არის, ხო? ბიზნესს ვერ განსაზღვრავ რა არის მისთვის დაუშვათ მაქსიმალური მოგება, ხო? რეალურად იმისთვის არის ბიზნესში რომ აწარმოოს საქმე წარმატებულად, ხო? მაგრამ ბიზნესი ყოველთვის მოტივირებულია რომ ოპტიმიზაცია კონდეს ისეთი რომ ეფექტურად კონდეს ხარჯის და ქოსტის ნაწილი, ანუ ხარჯის ნაწილი და ექსპენსეს, ანუ საოპერაციო ნაწილში ყველაფერი სწორად გაკეთებული. ნახეთ ჩვენ სწორად ვახსენეთ წმინდა მოგება რო ვახსენეთ ჩვენ და პრემიერი აბრუნებს 2-4 და რომ წმინდა მოგების მარჟას შესადარებლად არასდროს არ იყენებენ რა. ყოველთვის იყენებენ EBITDA-ს. არაპროფესიონალური იყო. იცით რა არის? ხო არ ვიცით ჩანდასხაობა, იმიტომ რომ შეიძლება ეჩვენებინათ უნდათ რომ 14% წმინდა მოგება ქართულ სუპერმარკეტებში, როცა ევროპაში ოღონდ საშუალო ახსენა მან არის 2%-ია. კი, საშუალო არითმეტიკული 2% და ნუ იქ წმინდა მოგება ალბათ შემოთვლილია, მაგრამ ისეც არ ვიცით, წყარო არ უხსენებია მას და არც რა თქმა უნდა დაიდოს კვლევა მეთოდოლოგია ანალიზი, მაგრამ ბიზნესს რა შეუძლია? ეხლავე გეტყვით, ანუ ნახეთ, როდესაც შედარებას ვაკეთებთ EBITDA-ს შედარებას და ეს კვლევა, რომელზეც ახლა მინდა რომ დავისხათ, EBITDA არის მოგება გადასახადებამდე. ნახეთ, პირველი მოგება ეს არის საერთო მოგება, რომელიც არის cost of sales გამოკლებით, ეს არის პირდაპირი ხარჯები, თვითღირებულება და ასე შემდეგ. აქედან მე აკლდება ადმინისტრაციული ხარჯები, საოპერაციო ხარჯები, რომელსაც პრემიერი ახსენებს და შემდეგ მივდივართ უკვე მოგება გადასახადებამდე და გადასახადები რა არის? ერთი არის interest, რომელსაც იხდის საპროცენტო განაკვეთს სესხის პირობებში და მეორე არის გადასახადი სახელმწიფოს. რა და წმინდა მოგება ყველაფრის გამოკლებით არის ბოლო ციფრი. პრემიერი ხშირად იყენებს წმინდა მოგებას და ამბობს 4, 7 თუ 8, 7, 8 და 14%, საშუალო 2%. მაგრამ რეალურად შესადარისად ხოლმე TBC კაპიტალსაც რომ დავესესხოთ, ახლანდელ გაკეთებულ კვლევაზე, რომელიც ბოლო 9 თვეს ადრებს წინა წლის 9 თვესთან, უფრო რელევანტური და მჭიდრო რო იყოს კავშირი, ვამბობთ რომ EBITDA, ანუ
მოგება გადასახადებამდე ჩვენს კომპანიებს ჰქონდა 3%. ხოლო ამის შესაძარისა თუ ევროპის მაგალითს მოვიყვანთ, იქ იყო 5%. ესე რას ნიშნავს? იქ უფრო მაღალია EBITDA 5%-ია, ჩვენთან არის 3%-მდე, ხო? ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენთან გასაუმჯობესებელია საოპერაციო ეფექტურობა. თუმცა მოხარებას აინტერესებს ჩვენთან 3%-იან EBITDA-ზე მოგებაზე მუშაობენ, მარტივად რო ვთქვათ, ევროპაში ხუძანუ რას ვეუბნებით ახლა მაყურებელს, რომ პრემიერმა მოიტყუა ან რიცხვებით მანიპულაციას ჰქონდა ადგილი და სინამდვილეში არც ისეთი ხარბია ქართული არ ვიცი, მე ფაქტით ვსაუბრობ, რომ 3%-ია და 5%-ია, რომელიც ემყერება კვლევას. რა პროცენტი არის? ანუ ეს არის ნორმალური ზომიერი მოგება? ამ სექტორისთვის ნორმიერი და ზომიერი მოგება, თუმცა შესაძლებლობაა, რომ თუ 5%-ს ვინმე მიაღწია და ევროპა მიაღწია, ქართულ ბიზნესებსაც ჰქონდეს ამის შესაძლებლობა და ნახეთ თქვენ რომ დასვით კითხვა, რომ რასად გვაქვს პრობლემა, ხო, აქ გვაქვს ციფრების ინტერპრეტაციაში პრობლემა, თელარა. ციფრები 7, 8 და 14 და საშუალო 2 რას ნიშნავს? ამიტომ გვჭირდება ჩვენ მეტი ვერიფიკაცია და 2-3 წუთიანი ვიდეო კი არა, სადაც 7 14% საშუალო 2, 86 საოპერაციო და ასე შემდეგ. ამიტომ ვითხრობთ, შესაძლებელია ვიღაცა ექსპერტებმა იმუშავეს ამაზე, მათ ჰქონდათ ფაქტები და შესაბამისად ეს ანალიზი დადეს, ამიტომ საინტერესო იქნება ამის ნახვა. თუმცა ჩვენ რომ ვლაპარაკობთ EBITDA-ზე, მოგება დაბეგვრამდე 3% და 5% ინდუსტრიისთვის, არა მხოლოდ საქართველოს ბაზისისთვის, არის ლოგიკური და შესაბამისად უფრო სანდოა ჩემთვის ამ შემთხვევაში, რომ 3%-ია და იქეთ 5%-ია, როგორ შემცირდეს ფასი, თქვენ ხედავთ, რომ 76% ბაზრის საქართველოში 5 მოთამაშეს უჭირავს. დანარჩენი კიდე რამდენი წვრილი მაღაზია, ეხლა არ ჩამოვყალიბდები, ხო? ამასაც დააკვირდებით, როგორც მომხმარებელი, რომ მაღაზიიდან მაღაზიაში რო გადმოდიხართ, სულ აქციები, ანუ აქცია რა არის? გაყიდვის სტიმულირება. აქცია ნიშნავს მარჟის მოკლებას. ნახეთ, ისინი იმცირებენ ფასებს, იმიტომ რომ მოიზიდონ მომხმარებელი. ეს ზრდიან და მე არ არის ეს ზუსტად მაგას ვამბობ. ნახე, მოცულობით ბიზნესში, როგორც რიტეილია, ამის ლავირების საშუალება ნაკლები გაქვს, მით უმეტეს რომ კონკურენცია ბძაფრია ბაზარზე. აქედან გამომდინარე, ნახე, ბიზნესი თავისთავად გამსხვილება იქნება, ცდილობს ეკონომიის მასშტაბურობის გაკეთებას. ეკონომიის მასშტაბურობა რას ნიშნავს? რომ ერთეული ღირებულება პროდუქციის უფრო ნაკლებად შეიძინოს პირობითად, შემდეგ შემციროს ხარჯები გარკვეული მექანიზმებით პირობითად იქ იჯარის ხარჯი პირობითად ბრუნვის პროცენტზე მიბმული, ბევრი მეთოდია ამის მიხედვით. მე გამორიცხავ, იმიტომ რომ არ მგონია ამდენი მოთამაშე ესე იოლად გარიგდეს და შესაბამისად რაღაცა ყველა პროდუქტზე ფუნქცია არის თურმე ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვა. ასე შემთხვევით სუსის ხელში რომ გადავიდა ეს საქმე. ვისურვებდი რომ ექსპერტებს გვემუშავა და ადამიანებს ვინც ჩართულია და პრაქტიკული გამოცდილება აქვს ამას მე და თუნდაც შემზე მეტი გამოცდილება და უფრო აქედან მივსულიყავი ჭეშმარიტებამდე ვიდრე დაუშვათ ესეთი ორგანოები ჩართულიყო, თუმცა მე არ მაქვს ამის ფაქტუალური ან ფაქტიური გარემოება არ ვიცი და შესაბამისად ვერც ვუარყოფ რას ურჩევდით ბიზნესაც და რას სახელმწიფოს 2-3 ან 4 ნაბიჯი თუნდაც რაც დაეხმარებოდა სურსათის გაიაფებაში, რომ ვთანხმდებით, რომ ძვირია. ყოველ შემთხვევაში ჩვენნაირი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, რომ შეიძლება ევროპაში ასე არ ეძვიროთ. კი ბატონო. მეც მაგ საზოგადოების ნაწილი ვარ და შესაბამისად მეც მაწუხებს ბუნებრივია ეს მაღალი ფასები და რას ურჩევდი სახელმწიფოს? სახელმწიფოს ურჩევდი მეტქმედით ნაბიჯებს. ქმედითი ნაბიჯი იქნებოდა არსებული სიტუაციის კარგი ანალიზით და პროგნოზის გაკეთება შესაძლებელია სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზე და მაგალითზე, რაც გამართლებულია და მუშაობს და შესაბამისად ამას გადმოვიღებთ, იმიტომ რომ გვაქვს ჩვენს ქართველებს ამის უნარი, რომ ადაპტაციაც გავაკეთოთ, შევისწავლოთ და სწორად მართოთ ჩვენი სადავეები. რასაც ურჩევდი ბიზნეს არის ის, რომ ბიზნესმა უფრო გაიოლოს კომუნიკაცია მეწარმეებთან, მომწოდებლებთან და ასე შემდეგ. ნახეთ, ეს cashback-ი, შესვლის გადასახადი და ასე შემდეგ ძალიან ესეთი თემა რა იყო, ბადაღებული თემა, რომელიც ყოველთვის ტრიალებს, ყოველთვის ბრუნავს, ყოველთვის ნეგატივი აძვირებს პროდუქტს. არა, საბოლოოდ იცი სად უნდა მივიდეთ თელა რა. რა თქმა უნდა ეს ხარჯია და აძვირებს პროდუქტს, მაგრამ ეს უფრო მის კომუნიკაციის ნაწილია. ნახეთ, ჩვენ თუ ვისაუბრებთ, რომ რიტეილერმა მხოლოდ მომწოდებელს ესაუბროს ნეტ ფასზე და არის საუბროს უკვე ცალკეულად აი შესვლის გადასახადი და იქ დაუშვათ cashback-ი და ასე შემდეგ. ნეტ ფასი, რას ნიშნავს ნეტ ფასი? მომაწოდე პროდუქცია, რომელიც ჩემთვის მისაღები იქნება. და ნახე მე რიტეილერს ვეუბნები, ჩემს დაღლზე მაღალი კონკურენცია. მე შენ რო დაგდო ამ პროდუქტის და ამ პროდუქტის და ამ პროდუქტის გვერდით, პირდაპირ შემცვლელი პროდუქტების ან არაპირდაპირ შემცვლელი პროდუქტების გვერდით, შენის დახლის ფასი
უნდა იყოს 3 ლარი. მე შენგან უნდა მივიღო პროდუქტი 2 ლარად, რომ მე ლარი დამრჩეს და მომხმარებლისთვის 3 ლარი არ იყოს ძველი. ამ შემთხვევაში კეშბექები, არანაირად. გადასახადი და ჩვენ ხო განვითარებადი სექტორი ვართ ამ ხრივაც, რომ არა, ეს უკვე შეიცვლება. თამაშის წესები ძალიან მალე შეიცვლება, ამ კუთხით უკვე შეცვლილია. გადადის კომერციული დეპარტამენტი და უკვე ერთ ფაზზე საუბრობს და შესაბამისად მე საერთაშორისო გამოცდილება მაქვს რიტეილში და მუდმივად იყო ამაზე საუბარი, რომ მალე გადავსულიყავით ამაზე და მიხარია რომ გადადიან და რეალურად ერთ ფაზს ითხოვენ და ამაც მის კომუნიკაცია აღარ მოყვება და ის რაღაცა ბუნდოვანება, რაც ამას ახლდა და შესაბამისად კიდევ ერთ რაღაც დეტალს ვეთქი ღირებულებათა კი, ღირებულებათა ჯაჭვში, როცა ჩვენ ვახსენეთ მწარმოებელი დისტრიბუტორი და რიტეილერი ჩვენ ვახსენეთ იქ ხარჯის ნაწილი, რომ დაუშვათ 6 ლარში 3 ლარი ხარჯი იყო, 3 ლარი მოგება იყო და 2 ლარი გადასახადი, ხო? ნახეთ საფრანგეთში, რაც პრემიერმა მოიყვანა, აქ ნახე რა ხდება, ჩვენ მწარმოებელი და რიტეილერი გვყავს, ანუ დისტრიბუტორი ამოვარდნილია. შესაბამისად, რას ვურჩევდი ბიზნეს არის, რომ თამაშის წესები იცვლება, ნახეთ ანალოგი პროდუქტები დისკაუნტერის ფორმაზე გადადის, საცალო მევაჭრე ეძებს ანალოგ პროდუქტებს, იმპორტი თუა, შემოაქვს, აწვდის მომხმარებელს დაბალფასიან პროდუქტს, რომელიც მისთვის მისაღებია და ანალოგია და შესაბამისად დისტრიბუციის ხარჯიც და მოგებაც ამოვარდება, რაღაც ხარჯი გადმოვა რიტეილერზე, მაგრამ ის მიცემს რიტეილერს უფრო მეტი ეფექტურობის საშუალებას, რაც უფრო კონკურენტ უნარიანს გახდის. ხარჯების ოპტიმიზაციაზე უნდა იზრუნოს ბიზნესმაც და კარგი იქნება თუ მთავრობა შეუწყობს ხელს შეუწყობს მათ შორის შესაძლოა გადასახადების შემცირებით. ნახოთ, საბოლოოდ რა შედეგს მოგცემს უსის გამოძიება და იმედია, როგორც 2023-ში მე მახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ფასდაკლებები იყო ძალიან არნახული რამდენიმე თვე და შემდეგ ისე გაგრძელდა ძირითადად ყველაფერი. მე მგონი სეზონის დაემკვიდრა ფასდაკლებებს, არ მგონია რომ ინიცირებული. წერტილი რას დავუსვათ ამ ქვეყანაში ძალიან მოკლედ. წერტილი დავუსვათ დუმილს, რომელიც ძალიან ხმამაღლა ყვირის. ვის დუმილს? ნებისმიერი სექტორის, ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანის დუმილს, რომელსაც აქვს აზროვნების საშუალება, აქვს უნარი გამოიტანოს საღი დასკვნები და შესაბამისად გააკეთოს რაციონალურად სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ამ ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის არის არსებითად. ხშირად იმიტომ ვსტუმან რომ ეშინიათ, თან ვიცით რა ქვეყანაში ცხოვრობთ. მათ შორის ბიზნესაც. არ ვიცი, მაგრამ დუმილი ყვირის. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო აქცენტებისთვის. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა რიტეილ ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე. მე ხვალამდე გემშვიდობებით.